ვინ არიან ამ მატიანეში შესული ადამიანები? ამ მატიანეში, რომელიც პატივცემულმა გიორგი ჯვალაშვილმა შეადგინა, არის რამდენიმე განყოფილება. არის ის პირველი მასწავლებლების მოგონებები, მოსწავლეთა მოგონებები, გამოჩენილი ადამიანების სპორტული მიღწევები. ჩვენ თუნდაც ავიღოთ ჩვენ სკოლაში აღზრდილები სულხანი მახათაძე, თენგიზი მოცრაძე, ქალაქის გამგებლები იყვნენ. ბუდრუ გოგატიშვილი დიდი ხნის განმავლობაში იყო სოფლის გამგებელი, თავმჯდომარე იყო, უპატიოსნესი ადამიანი და არის კეთილშობილი, ყოველთვის დაჯილდოებული პიროვნება იყო. და როგორ დავკარგო ახლა ეს ადამიანები, რომლებიც არ შევიყვანო სკოლის ისტორიაში და არ ჩავაბარო მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. მე მადრობელი ვარ მენეჯერის, რომელმაც ეს საქმე წამოიწყო და რამდენადაც შევიძლია შვილო, მინდა რომ ეს საქმე გავაკეთო, ღირსეულად გავარჩა თავი. თუმცა ძალიან მიჭირს, რა თქმა უნდა, მხედველობითაც და დროითაც, ფიზიკური შეძლებითაც. ძალიან მინდოდა აქ მოცემული აქვს სურათები, სკოლის გამოშვებებით ეს, მაგრამ მე არ შემიძლია ფიზიკურადაც ახლა ეს სურათები გადავიღო, დავამზადო და მოვიტანო და ცოტა მშრალი გამომდის, მაგრამ მაინც რა ვქნა. მაინც უნდა ვიწვალო და გავაკეთო. ამოვწერე ისე ზოგი რაღაცნაირად. და თავარია ის, რომ დაარსებიდან არის ეს სკოლის ისტორია მოცემული. ეს იყო ზედაჩვრის სკოლა დაარსდა 1929-30 წლებში, სასწავლო წელს გაიხსნა პირველი კლასი და რა პირობები ექნებოდა და ისეთი იმას აქ აღწერილი ბატონ გიორგის ეს მომენტები, რომ აი გული დაგეწვება, რომ მოსწავლეები ახლა რომ წუწუნებენ, აი ასე და აი ესე. წუწუნი კი არა, ვინც ახლა ამ ისტორიას წაიკითხავს, ბავშვები მუხლებზე იდებდნენ ვეულებს, იატაკზე იჯდნენ, რომ არაფერი არ იყო და აბა თუ გინდა ვერიკო გვარუჩიძე, შენი ბაბუის და შესანიშნავი პიროვნება იმ სკოლის მერხზე გაიზარდა. იმ სკოლის მერხზე გაიზარდა ანზორის ძმები, პავლე და მიტუშა გვარუჩიძეები. ნახლა ეს დაწყებიდან და მას შემდეგ აბა ჩვენი აკაკი გვარუჩიძე, პროფესორი, წარმოიდგინე, ახლა შაშანი ვიცი რომ აირჩიეს შვილო, თეატრის საპატიო მოქალაქე დაირჩიეს, დიდი მიღწევები არის, ძალიან დიდი მიღწევები არის და ახლა ჩვენი საბჭოს განაგებს ჩვენ სკოლაში აღზრდილი დათო მოცრაძე, იყო როლანდი მოცრაძე, მისი წინა მორბედი და ესე იგი ძალიან ბევრი მეცნიერები, დოქტორები, ესენი ძალიან ბევრი გამორჩეული ადამიანები გვყავს. თუ გინდ გიორგი ჯვალაშვილის, ტარასის ჯვალაშვილის მოსახელე ჩვენი მეგობარი ოჯახისა გიორგი ჯვალაშვილი, დოქტორი გეოგრაფიის, ასოცირებული პროფესორი, ეს ახლა იტყვის რომ მითომ არა, სკოლა გაძლევს მაინც საფუძველს იმისაც, რომ შენ ეს ჩამოყალიბდე როგორც პიროვნება და როგორც ადამიანი. აქ მაქვს მე მოცემული, ახლა ეს ყველაფერი წავიკითხე, გადავამუშავე, შალვა კოვერიძის მოგონება. ესე იგი, გული გაგეხსნება, ისეთნაირად წერს, ისე კარგად და თანაც კიდევ ვინც აქ მისი მოგონებებიც არის აქ ჩაწერილი, არავით არის შეცდომა, არც თასვენ ნიშნებში, არც გრამატიკულად, არაფერი შეცდომები რომ არა აქვთ და ისე კარგად არის ყველაფერი გამართულად დაწერილი, სულ ფიქრობ ხოლმე, აი რა დონეზე ყოფილა მართლა თითქმის სკოლაში ეს სწავლება და განსაკუთრებით მართლაც ქართულის. და ჩვენ ახლა თქვენ ძალიან ღირსეული პედაგოგები ჩვენ სკოლაში, არც ახლა ირწყვენენ თავს და მე რომ აი ამ ჩვენი სკოლის მასწავლებლების თუ მოსწავლეების წარმატებებს გეუბნებ, რა ვქნა, ძალიან მიხარია. ჯერ ჩემი მშობლიური სკოლა არის ისევ და მეორე კიდევ არის მეც რომ იქ მოღვაწეობდი და ჩემი სოფლისაა, მეც ხო ითქვისელი ვარ, ჩვეულებრივ და ამიტომ ძალიან მინდა გავაკეთო სრულყოფილად, რასაც შევიძლია, არ ვეშვები რა ვქნა. სანამ მომწევს ჩემი ასაკი და შეიძლება შესაძლებლობასა. სექტემბერში ახლა მე მგონი უნდა დავასრულო და ჩავაბარო.